მესამე ადგილი DF5C ჩინეთი. ეს არის გიგანტური ბომბი, რომელიც 32 მეტრია სიგრძეში. იწონის 193 ტონას, ანუ 193,000 კილოს ერთი ბომბი. დიამეტრი აქვს 3,35 მიასედი მეტრი და თითქმის თავისუფალი ხანდაკების ხელაა ზომაში. გასროლიდან შეუძლია ეფრინოს 15,000 კილომეტრი. ეს რას ნიშნავს იცით? ჩინეთიდან რომ მისროლო, დედამიწის ნებისმიერ წერტილში გაარტყავ. ამ დიდ რაკეტაში ჩალაგებულია 12 ატომური ბომბი. ერთ ადგილზე რომ მისროლო, თითო არის დაახლოებით 1 მეგატონა. 12 ბომბი თუ დევს ერთ რაკეტაში, გამოდის 12 მეგატონა. 12 მეგატონა გამოდის 12,000 კილოტონა. ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბი იყო 15. ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბზე 8 ჯერ ძლიერია. ცეცხლის ტალღის რადიუსი აქვს 2,87 მიასედი კილომეტრი რადიუსი. ანუ 25, თითქმის 26 კილომეტრ კვადრატზე, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი აორთქლდება, გაქრება, დაძნება და აღარ იარსებებს. შენობები და ყველაფერი დაინგრევა 6,1 კილომეტრ რადიუსზე, რაც არის 814 კილომეტр კვადრატი. 814 კილომეტр კვადრატზე დაინგრევა შენობები. ეს ციფრები უბრალოდ ციფრები რომ არ იყოს, წარმოიდგინეთ თქვენ საცხოვრობთ და კარგად რომ აღიქვათ, ანუ იქედან გაზომეთ, რამდენი იქნება 814 კვადრატული კილომეტრი. ამ ჩინურ ბომბს თერმული გამოსხივების რადიუსი, ანუ რადიაციის, ექნება 35,5 კილომეტრი რადიუსით. თითქმის 4,000 კვადრატული კილომეტრი. აი მაგალითად, აჭარა არის 2,900 კვადრატული კილომეტრი. ეს უკვე ისეთი ზომის ბომბია, რომელსაც ვეღარ იტყვი რამდენ ადამიანს მოკლავს. იმდენად დამაზიანებელია, რომ ვეღარ ითვლება. შეიძლება ასე ითქვას. ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული. ჩინეთს ასეთი აქვს მინიმუმ 30.